ისევ სიონზე წამოვედი, ჩემო ძვირფასებო, სიონის წყალსაცავზე, მაგრამ ისევ და ისევ ვერაფერი, ჩარტყმაც არ აქვს, სადღაც 1 საათი გავა. ორჯერ შევიცვალე ადგილი, წყალი მღვრია, ხრამულისთვის კარგი უნდა იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი. იქით ერთ ნაპირზე კიდე მეორეზე იქით მხარეს ერთი კაცი თევზაობს, მაგრამ იქაც ვერაფერი ვერ ქნა. ანუ ჯერ ჩარტყმაც არ აქვს, 21 თებერვალია. სითბოსაც შეეხება, ძალიან კარგი წყნარი ამიდია, ცოტა ტალღებია, მაგრამ არ აუშავს. წესით თევზისთვის ერთი ჩარტყმა მაინც უნდა გააკეთოს, რომ სითბოები არის ისია თუ ასია. მაგრამ მე იმას ვაბრალე, რომ ღრმა წყლები არა, 3-4 მეტრა მაინც, რომ სიღრმეში ითევზაოს ადამიანმა. გაშვებულია სიონი, ფარები აწეული ექნება და მაგიტო წყალი რაც შემოდის, გადის. და სიღრმეც თავისთავად არაა, თორე არის ძალიან ბევრი კლდეები, სადაც შეიძლება რომ ითევზაოს და კაცმა და შაშანაც თევზაობდი. და სადღაც 8 მეტრიანი კლდეები იყო და სადღაც აპრილის დასაწყისი იყო მგონი და კარგად ვიჭერდი. სანამ არ დაკეტავენ სიონზე ფარებს არ ჩამოწევენ, მანამდე არაფერი არ იქნება ჩემო მეგობრებო. აი, კოტეჯების მხარესა ვარ. ამ ხელაზე ჯერ არ ჩამოვსვლვარ არასოდეს. მაგრამ თევზაობის გამო სად არის იulis კაცი. ის ადგილი სულ წყლით იყო ხოლმე შევსებული. ხო და აქაც სულ წყლები იყო. ამ გლაზე ვერ შემოვიდოდა კაცსა თევზაობთ. მაგრამ ეხლა ესე დავადნილია, რომ აი ზემოთ არის სათავე და იქ რაღაც ხენიანი კაცი გაივლის ჩვეულებრივად. ისეთი დაწეულია. სადღაც ალბათ მარტის შუა რიცხვებიდან შეიძლება თევზაობა უფრო და უფრო თუ არ დათბა, ისე აზრი არ აქვს. თევზაობ წითელ ჭიაყელაზე, მაგრამ ერთი ჩარტყმაც არ ქონია. ალბათ გავჩერდები 1-2 საათი და შორი გზა მაქვს ისედაც და მე წავალ გავყვები. ესეა დღევანდელი დღე.